დღესდღეობით გლობალური კლიმატის ცვლილებები მრავალ ქალაქს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს, დაწყებული წყალდიდობებიდან და გვალვიდან, დამთავრებული ექსტრემალური ტემპერატურით. თუმცა მსოფლიოში არსებობს ქალაქები, რომლებიც ამ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებიან. მათმა დახვეწილმა ინფრასტრუქტურამ და ინოვაციურმა მიდგომებმა ისინი საუკეთესო მაგალითებად აქციეს. ეს ქალაქები არა მარტო ამცირებენ სტიქიური უბედურებების რისკებს, არამედ ქმნიან უფრო უსაფრთხო და მდგრად გარემოს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. კოპენჰაგენი ხშირად მოიხსენიება ქალაქად, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადობაში. მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენმა 2011 წელს მასშტაბური წყალდიდობა გადაიტანა, ხელისუფლებამ დანერგა ინოვაციური პროექტის სახელად ღრუბლოვანი გამანაწილებლები. ეს გეგმა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც მოიცავს წვიმის ბაღებს, სპეციალურ ტერიტორიებს, რომლებიც შთანთქავენ და ფილტრავენ წვიმის წყალს, წყლის მოედანს, პარკებს, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს წყლის აკუმულატორებად იქცევიან, რაც ხელს უშლის წყალდიდობას. და მწვანე სახურავებს შენობების თავზე განთავსებულ მცენარეულ საფარს, რომელიც ამცირებს ზედაპირულ ჩამონადენს. ეს გადაწყვეტილებები არა მარტო იცავს ქალაქს წყალდიდობებისგან, არამედ ქმნის უფრო ესთეტიკურ და ეკოლოგიურ გარემოს. ამსტერდამს, რომელიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, წყლის მართვის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქალაქი წყალთან ერთად ცხოვრების პრინციპს იყენებს. ამსტერდამის ინფრასტრუქტურა მოიცავს მცურავ სახლებს და შენობებს, რომლებიც მარტივად ეგუებიან წყლის დონის ცვლილებას. ასევე წყლის შთანთქმელ პარკებს, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს ფუნქციონირებენ როგორც წყლის რეზერვუარები და გაფართოებულ არხებს, რაც ქალაქს წყალდიდობისგან იცავს. ამსტერდამის მიდგომა გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წყალი არ იყოს მხოლოდ საფრთხე, არამედ ქალაქის განუყოფელი ნაწილი. ტოკიო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგულარულად უმკლავდება ტაიფუნებს, წყალდიდობებს და მიწისძვრებს. ამ გამოწვევების საპასუხოდ ტოკიომ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კლიმატური ინფრასტრუქტურა. დიდი მიწისქვეშა წყალსაცავი არხის სისტემა არის ტოკიოს მთავარი იარაღი. ეს გიგანტური მიწისქვეშა გვირაბების, ტუმბოებისა და რეზერვუარების ქსელია, რომელიც ძლიერი წვიმის დროს აგროვებს ზედმეტ წყალს და გადაამისამართებს მდინარეში, რათა თავიდან აიცილოს ქალაქის დატბორვა. გარდა ამისა, იაპონიაში შენობების მშენებლობის სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მსოფლიოში, რაც მათ მიწისძვრის მიმართ მდგრადს ხდის. სინგაპური ტროპიკულ კლიმატში მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო მუდმივად ებრძვის წყალდიდობებს და წყლის ნაკლებობას. ქალაქის ინფრასტრუქტურა მულტიფუნქციურ სისტემებს იყენებს, მათ შორის ABC Waters პროგრამს. ეს პროექტი გულისხმობს არხების, მდინარეებისა და წყლის სათავსოების გაუმჯობესებასა და მათ ქალაქის განუყოფელ ნაწილად აქცევს. სინგაპურის ერთ-ერთი მეთოდი წყლის ფილტრაციის სისტემებია. სინგაპური დახვეწილ ტექნოლოგიებს, მათ შორის ულტრაფილტრაციას იყენებს, რათა წვიმის წყალი და ჩამდინარე წყლები სასმელ წყლად ამუშაოს. ეს ქალაქები გვიჩვენებენ, რომ კლიმატურ გამოწვევებთან გამკლავება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ის მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.